მოგესალმებით ყველას ჩემო ძვირფასებო, მოგიკითხავთ ყველას დიდი სიყვარულით, როგორ ვართ, ხომ ვართ ყველანი კარგად და ჯანმრთელად ჩემოკარგებო. ძალიან დიდი მადლობა იმდენმა ადამიანმა მომწერა პირადში და მომიკითხა, მოკლედ უღრმესი მადლობა ჩემო ძვირფასებო. თითოეულ ადამიანს მოკითხვისთვის, ეხლა მაქსიმალურად ვეცდები, ვისაც ხა მაინც ხშირად ვერ ვწერდი ხოლმე ვიდეოებს, მაგრამ ეხლა მაქსიმუმი იყო ხოლმე ერთი კვირა და ამდენი ხანი რომ არ ჩამიწერია და არ გამოჩენილ ვარ, ხო, ძალიან ნერვიულობდიო ძველი ადამიანები, ძველი პაციენტები, ვინც ყვანანი მათ, აი მოკლედ ყველამ და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. ეს არის ჩემთვის ყველაზე დიდი мотиваცია და მუხტი. ასევე ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვა ამ ვიდეოს, ავად თან სურნელოვანი ჭხირი თქვენთან ერთად. ჩემო ძვირფასებო, ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვა ამ ვიდეოს და რატომღაც ამ ვიდეოს მერე გამიჩნდა სურვილი ჩამეწერა საჯარო გაშლა, გამოხმაურება პირად კონსულტაციაზე, რა თქმა უნდა, ყველას ის სხვადასხვა სიტუაცია და იმიტომ ვიტყვი ხოლმე, რომ რა თქმა უნდა, ჯობია ერთი პირადი კონსულტაცია, ამიტომ ან იმავე დღეს ვშლი, ან მეორე დღეს აუცილებლად. ოღონდ ძალიან ბევრი მოიწერა, უკვე ჩაწერებს ვაკეთებ და დროულად რაც მალე მოიწერთ, მით უკეთესი. ასევე ტაროს შესწავლასთან დაკავშირებით წერთ აუცილებლად პირადში და მაქსიმალურად მე ყველანაირად ვერ გები ხოლმე და როგორც შეგვიძლია დროის მიხედვით, ასევე დროს არ განსაზღვრობ, შეიძლება ერთ ლექციას მოვანდო 2 საათი, მეორეს ნახევარი, მერე 3 დღე საერთოდ ჩვალეთი გავაკეთო, გააჩნია როგორ მომყვება ადამიანი, იმიტომ რომ იღლებიან, სხვანაირი ფსიქოლოგიური დატვირთვაა ჩემო ძვირფასებო, ასე რომ ყველას მაქსიმალურად ვერ გები და ვერავინ ვერ იტყვის, რომ კონკრეტულად მე ვეუბნები, რომ აი 8 გაკვეთილში მოვჩებით, 10 გაკვეთილში არა. შეიძლება 2 თვე არ დავასრულო ტაროს შესწავლაზე ლექციები, იმიტომ რომ გააჩნია ვინ როგორ მომყვება და ვის როგორი ძალა და ემოცია აქვს, ხო? ეს არავინ არ ვიცით. კარგით. ეხლა ჩავდებ ამ ჩემს სურნელოვან ჭხირს და მოკლედ დღევანდელი გაშლა, რომელიც ასე ვთქვათ, გადავწყვიტე, ერთი წამით ბოდიშით. გადავწყვიტე, რომ ჩამეწერა, ეს არის რატომღაც გუშინდელი შემდეგ ასე გადავწყვიტე და მოვიფიქრე და მომინდა დილას დამება და ისია ადამიანი გამოვა თუ არა კონტაქტზე, იმიტომ რომ საკმაოდ რთული ვითარება იყო გუშინდელ ვიდეოზე, ამიტომ ძალიან მაინტერესებს რა ხდება, ნახოთ ჯერ და იმიტომ რომ კონტაქტზე გამოვა თუ არა ადამიანი, ჯერ ვნახულობთ სიტუაციას და ვითარებას და შემდგომ უკვე გამოვა თუ არა კონტაქტზე, ხო? მქონდა ამ ვიდეოს მერე ძალიან, რამდენიმე გაშლა რაც მოვასწარი, ეხლა დღესაც ჩაწერებია, ხვალეც, ამიტომ დროულად მომწერეთ, შესაბამისად იყო ერთი და იგივე მსგავსი სიტუაცია, ორივე რო გაჩვენებულია, ორივე რო დუმს, თქვენც და ისიც, ამიტომ მამაკაცებო ვინც მიყურებთ, მოიდგეცა თქვენად, ქალბატონებო ვინც მიყურებთ, ეს ზედათ ვიცით, ხო? 80% მიყურებს ქალბატონების. ასევე TikTok-ზე ვერ ვტვირთავდი და აიტვირთა ის ვიდეო TikTok-ზეც თავიდან, შესაბამისად ვეცდები ალბათ დიდი ხანი რო არ ქონდა ჩაწერილი, მაგან გამოიწვია. ხო, რაც შეეხება ინფორმაციას TikTok-ზე მწერთ პირადში, ხოლო YouTube-ზე ნომერი ამითითებული შეგიძლია გადმოხიდეთ. რაც შეეხება დანარჩენი მესამე პირის ჩაკეტვა იქნება, ჩამოშორება იქნება, რა იქნება, სიტუაციას თუ არ ვნახე ზოგი პირდაპირ მწერს, რომ ეს მინდა ეს, ვერა, უნდა ვნახო სიტუაცია, რა და როგორ და რამდენად მაქვს უფლება, რომ ხელი მოეკიდოს საქმეს. დანარჩენს ისე არ ვიწყებ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უკვე პირადში ზოგადად საჯაროში ამას არ ვსაუბრობ. კარგით, მოდით ახლა ვნახოთ რა ხდება თქვენთან დაკავშირებით, ზოგადად რა სიტუაცია ეხლა ნახეთ. მოდით ჯერ ვნახოთ რა სიტუაციაში თქვენ ორის ენერგია. ანუ ენერგიას თავი დავანებოთ, კაი, სიტუაცია, რა სიტუაციაში ხართ თქვენ ორი ეხლა, რა ხდება თქვენ შორის. შემდგომ ამ ადამიანის ენერგიები შემდგომ თქვენთან დაკავშირებით მისი ფიქრი და დამოკიდებულება. ის რო ანთია, ნახეთ როგორ მოდის ლამაზად. სურნელოვანი ჭხირის კვამლი გიждები. თქვენთან დაკავშირებით რა გრძნობები დარჩა ამ ადამიანს თქვენთან დაკავშირებით, ხო? ესე იგი სიჩუმეა, კონტაქტი არ არის, ხო? გამოვა თუ არა კონტაქტზე რო ვკითხულობთ, აქ რა თქმა უნდა ჩაიფიქროთ ისეთებმა თვეები რო გავიდა და 2 კვირა რო გავიდა და გაურკვეველი მდგომარეობა ზოგთან გარკვეული და ესე გადაწყდა დროებით სიშორე. შემდგომ გამოვა თუ არა ეს ადამიანი კონტაქტზე. რა მოლოდინები უნდა გქონდეს, აქ ოღონდ დავამატებ არკანებს. კარგით. ხო, და პირველივე რითიც იწყება, ეს არის ნოსტალგია, 6-იანი თასები და 6-იან თასებს უკან თან სდევს.
სიკვდილის მაღალი არკანი, 13 მაღალი არკანის სიკვდილი, ტრანსფორმაცია, როდესაც ადამიანი თავიდან იღვიძებს, როდესაც ადამიანი აბსოლუტურ ტრანსფორმაციას გადის, ასევე არ არის გამორიცხული თქვენც გადიოდეთ, ის გადიოდეს ტრანსფორმაციას აი ამ სიჩუმის შემდგომ და როდესაც აღარ გვინდა მოდუნებულები, მივარდნილები, მიგდებულები და როდესაც ზუსტად ვფიქრო გუშინდელი ვიდეოს გაგრძელება უნდა იყოს ეს, ხო, მეც ესე ვთვლი, რომ ამის გამო ჩავწერე და ვწერე ხლა ამ ვიდეოს. და ყველაზე მთავარი ნოსტალგია, რა თქმა უნდა, ნოსტალგიით რაღაცა იმპულსი შეგვიძლია დავიჭიროთ, ხო, ნოსტალგიით, იმიტომ რომ ესე იგი რაღაცა მონატრებას ადგილი აქვს, რაღაცა სიტუაციებს ადგილი აქვს, რაღაცა პატარ-პატარა მინიშნებებს ადგილი აქვს და რაღაცა იქნება და რაღაც პატარა манипуляცია ჩაერთოს. იქნება და რამე იყოს, ნახოთ. ნოსტალგია რადგან ამომდის, პლუს ტრანსფორმაცია, კი ბატონო, არ არის გამორიცხული, მოდით პირდაპირ ვიტყვი, რომ აქ მონატრებას ადგილი აქვს, ამას ვერ მოვიტყვი უბრალოდ ტრანსფორმაციის ფაზაზე ადამიანი ჩვენ ვიცით ხო ყველა ვინც ჩემთან პირად კონსულტაციაზე იყო ყველა მიცის და ისედაც ზოგადად ვინც სწავლობს ტაროს ტრანსფორმაციის დროს ადამიანს არ ვაწუხებთ არ აქვს მნიშვნელობა ეს არის მეგობარი ეს არის პარტნიორი ეს არის დედა თუ მამა კი არა მეც რომ აქ ტრანსფორმაცია ტელეფონზე რომ მირეკავს თუნდაც მშობელი და ვეუბნები რომ დროზე უნდა გავთიშო უკვე იციან ხოლმე და მომენტალურად მითიშავენ ეს არ არის საწყენი ეს არ უნდა ეწყინოს არავის, ეს ნებისმიერ ადამიანს შეიძლება დაემართოს და შესაბამისად ნებისმიერ სიტუაციაში შეიძლება მოხდეს მსგავსი რამ. ამიტომ იმ კუთხით რომ ჩემი ქვები თან დავმოხტოთ და იმ კუთხით რომ აქ კონკრეტულად რაღაცა ის მომენტი მქონდეს თქვათ რომ აი შევაწუხო ადამიანი და დაურეკო და პანიკა და ისტერიკა ხო უნდა მივხვდეთ ეხლა ნახეთ რა ხდება რატოა ზოგადად პირადი კონსულტაცია კარგია აქ ეხლა საჯაროში ვდებ მაგრამ იქნება პირად კონსულტაციაში კაცო სულ არ არის ადამიანი ტრანსფორმაციაში იქნება და პირიქით ისეთი სიტუაცია რომ ხვალვე უნდა გავარდეთ და დაელაპარაკოთ და დაურეკოთ ან იმავე წამს რა წამსაც მე მქონია შემთხვევები რომ კონსულტაცია რა წამს დამიმთავრებია იმავე წამს მithქვამს რომ სასწრაფოდ ეხლა მითიშავ და ურეკავ ანუ მაგას ვერ გავიგებთ ამიტომ ყველა საკითხი არის ინდივიდუალური ნუ რა ვიცი ნუ შევადარებთ ჩვენ საკითხს და საჯაროს ყურებით მთლად იმედი ნუ გვექნება ხო იმიტომ რომ თქვენ შეიძლება მე რო გეუბნებით რომ ტრანსფორმაცია და არ შევაწუხოთ თქვა ესე იჯდეთ და ამ დროს იქ სულ სხვა რამე მიმდინარეობდეს ხო და შესაბამისად რაღაც მომენტში თქვა რომ აი ტარომ ხომ მე მითხრა ესეთ შენ კი არ გითხრა საჯაროში თქვა ტარომ ყველაზე ვერ ეზონირდება ამიტომ ეს საჯარო რატო გეხმარებათ რომ გადმოხვიდეთ პირადში მიხვდით რის თქმა მინდა რომ პირადში უკეთესად ვნახოთ რა არის სწორი და რა არა იქნება საერთოდ პირიქით ამ ადამიანთან სასწრაფო კონტაქტზე უნდა გახვიდეთ ხო მოკლედ ეს ხო არის აუცილებელი ინფორმაცია რაც უნდა გცოდნოდათ და ყველაზე მთავარი თქვენ სიტუაცია მარც დააყოვნა არც მეტი არც ნაკლები პირველივე არკანი რაც სიტუაცია პირველივე კითხვა რაც ვიკითხე პირველ კითხვაში ამოღებული სამი არკანიდან კოშკის არკანით აბსოლუტურად ყველაფერი ჩამონგრეული ჩამომხობილი ემოცია აბსოლუტურად მივარდნილ და მიგდებულ მდგომარეობაში საკუთარ თავთან ბრძოლები თქვენს და მასა თქვენ არ გეგონოთ რომ მარტო თქვენ გაქვთ საკუთარ თავთან ბრძოლები რო გინდათ კონტაქტზე გასვლა და ვერ გადიხართ მასაც უნდა ანალოგიურად ზუსტად ესე ებრძვით საკუთარ თავს როგორც თქვენ წარმოიდგინეთ რა ხდება ნახოთ მისი ენერგიები ხო გულახდილად გითხრათ კვერთხების მეფეთ ამომდის ჩემო ძვირფასებო ვიცით ხო ხა კვერთხების მეფე ხა ვინც მithumetes ჩემთან სწავლობს ტაროს იციან როგორი სექსუალური როგორი ქარიზმატული როგორი მიმზიდველი ხო ესეთი მამაკაცები არიან მოდით ვაღიაროთ კვერთხების მეფეები და ისიც ვიცით რომ კვერთხების მეფე დიდხანს ქალის გარეშე ვერ ჩერდება მოდით ესეც ვაღიაროთ რაც არ უნდა ტრანსფორმაცია გაიაროს რაც არ უნდა გული ატკინოთ რაც არ უნდა ანერვილოთ ეხა აქ რომ იმპერატორი ამომსლო და ვიტყოდი რომ კი ბატონო შეიძლება რომ რაღაც ეტაპზე გავჩერდეთ და ცოტახანი ვაცადოთ არა კვერთხები ამომდის კვერთხების მეფე და რა თქმა უნდა რომ დიდხანს არ გაჩერდება ეს პირდაპირ გეუბნებით ეს არ არის იმაზე რომ აი ერთგული რა შუაშია ერთგულება კვერთხების დედოფალიც ესეთია დიდხანს ვერ ძლებს კვერთხების დედოფალიც მამაკაცის გარეშე ეს იმიტომ არა რომ ერთგულებას არ ღვს და არ შეუულია არა ზოგადად არის შინაგანი ცეცხლოვანი ბუნება შინაგანი ასე ვთქვათ მოწყობილი როგორც კომპიუტერი იწყობა დაახლოებით ესეა ადამიანიც ხო ხა ცუდ შედარება შეიძლება ვაკეთებ მაგრამ ანუ ნახეთ თვისებების მიხედვით ადამიანი თასებში თუ ემოციურია შეუძლია ვთქვათ შვიდაც კი ემოციურია
კი აყოლილია ემოციებს, მაგრამ არ არის სექსუალური კუთხით ესეთი აქტიური. კვერთხებში პირდაპირ სექსუალურ კუთხეზე გველაპარაკება. ტარო გვეუბნება პირდაპირ ეს მამაკაცი არის სექსუალურად ძალიან, ასე ვთქვათ, მთლიანად სექსუალურ სიტუაციაზე დამოკიდებული, შესაბამისად დიდხანს ვერ გაძლებს და რა თქმა უნდა, ხო? ეხლა შეიძლება ვთქვათ, რომ ყავდეს ერთ დღიანი, მაგას ვერ გაიგებ, შეიძლება ზუსტად აი ამ დროს, როდესაც სუდათ არის, ისეთი ვინმე ყავდეს, რომ აბსოლუტურად მთელი ცხოვრება დარჩეს მას. ამიტომ რაღაც მომენტში ღირს თავის დაფასება და რაღაც მომენტში ნაბიჯების გადადგმა. ამიტომ თავმოყარეობა უნდა ვაკონტროლოთ. მიხვდით, ესე არ ხდება, თავის კონტროლი ხდება. ოღონდ თავის კონტროლი იმას არ ნიშნავს, რომ ისე დავიფასოთ, თავი მაკლია, ხო, როგორც ვიცით, გასაგებია. ეგ, მაგრამ ეგ პირად კონსულტაციაზე უნდა ვნახოთ, უნდა შეინარჩუნოთ, ეგ გასაგებია. მე მინდა და ვარ ესე, თუ პირიქით, აბა ეხა დროზე რო ვიცი ხოლმე როგორც ვიცი თქმა ვურეკავთ, ხვდებით და ველაპარაკებით, ხო? ამიტომ ყველაფერი არის ინდივიდუალური, იმიტომ გეუბნებით, აქ ეხლა მე რასაც უყურებ და ვიზეთ თქვენზე ნახეთ, რაც რეზონირდება სიტუაცია. გაჩერებული, ვისთანაც რეზონირდება, კი ბატონო, ხო, დაპაუზებული და კვერთხების მეფე ყავს და მე რაც ავხწერე ესეთი მამაკაცია, ამასთან დიდი ხანი დაშორება არ ხელს არ მოგვიწყობს თუ აი როგორც ისახიან, იმიტომ რომ აქ სხვანაირი მიდგომაა საჭირო, აქ სხვანაირი სიტუაციაა საჭირო და მე ვერ მოგატყუებთ, რომ აქ ძალიან დიდხანს დაგელოდებათ, მოდით გულახდილად და პირდაპირ გეტყვით რა. მიუხედავად იმისა, რომ ნოსტალგია აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ილუზია აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანს ახსენდებით, ნამდვილად ახსენდებით, მაინც გაურკვეველ სიტუაციაში გაჩერებულები ხართ ორივე, მაგრამ მე ვერ მოგატყუებთ, ჩვენ გვაინტერესებს რეალობა, ხო? თორე ხა ზღაპრებს კი უყურებთ TikTok-ზე და YouTube-ზე. პირდაპირ გეუბნებით, აი ამ ჩამონგრეულ სიტუაციას, აი ამ მდგომარეობას, სანამ ჯერ კიდევ მონატრებაა, სანამ ჯერ კიდევ ნოსტალგიაა, სანამ ჯერ კიდევ ადამიანი თქვენზე ფიქრობს, მით უმეტეს საკმაოდ სექსუალური მამაკაცი, დროა რომ რაღაცას ხელი მოეკიდოს. ამიტომ რა თქმა უნდა, მე პირდაპირ, თქვენს ადგილას გინდათ სხვასთან გაშალეთ პირადი, არ აქვს მნიშვნელობა, უბრალოდ პირადი კონსულტაცია ამისთვის საჭიროა, მაგრამ ჩემთან ყველა მიწეს მე რამხელა დროს ვუთმობ, საათი მეტი მჭირდება ხოლმე, ამიტომ თქვენი გადასაწყვეტია, ვისთან მიხვალთ პირად კონსულტაციაზე, მაგრამ ონლაინით ჩვეულებრივად, ასევე ხმოვანებით იგივე დრო მჭირდება, არანაირი პრობლემა არ არის, მე მაქსიმალურ კომფორტს ვუქმნი ხოლმე ყველას, მაგრამ ყველაზე მთავარი, სასწრაფოდ გესაჭიროებათ პირადი კონსულტაცია. იმიტომ რომ აი ამ მდგომარეობამ, ეხლა ნახეთ, ცხენის წელია. რამდენიმე დღეში ოფიციალურად შემოაბიჯებს ცხენი. ეს არ არის გველის წელი, რომ ფიქრის საშუალება გქონდეთ. მე გუშინ მქონდა კონსულტაცია, მიხვდება ის გოგო, ვიზეთ საუბრობ, რომ მაქსიმუმ 10 დღე ველოდები ამ ბიჭს. მე რა თქმა უნდა, სასწრაფოდ უკვე უნდა რაღაცები ხელი შევუწყო, ხო? იმიტომ რომ 10 დღე არის მაქსიმუმი. 10 დღის მერე ეს არ არის გველი, რომ მოდი ვიფიქრო და არა, ცხენია, ძვირფასებო, ცეცხლია, პირდაპირ მokris. ანუ სანამ გაიფიქრებთ, უკვე გაკეთებულია ყველაფერი და სანამ თქვენ რამე ნაბიჯი გადადგავთ, შეიძლება ეს ადამიანი უკვე აბსოლუტურად სხვა გარემოებაში იყოს. არ აქვს მნიშვნელობა კონკრეტულად ქალზე. ზოგადად შეიცვალოს სიტუაცია, შეიძლება ხვალვე გაფრინდეს საზღვარგარეთ, შეიძლება მიხვდით რის თქმა მინდა, სწრაფი ტემპით ვითარდება. ამიტომ აქ რომ მოდი ვიფიქრო და წამოვწვე გულხელდაკრეფილი ლოგინზე და ბალიშზე და მოდი რა დაველოდო და თავი დავიფასო და თან მერე ნერვებს უნდა მიაწყდეთ, უნდა დაგეგლიჯოთ ნერვები, შინაგანი შფოთვები დაგეწყოთ, არეულობა უნდა დაგეწყოთ, ხო? შესაბამისად არ არის ეს ყველაფერი კარგი, პირდაპირ თქვენ ნერვულ სისტემაზე მოქმედებს. კარგით ვნახოთ ეხლა თქვენთან დაკავშირებით მისი აზრები და მისი შეგრძნებები. ხო, ორიან თასებს ინარჩუნებს, ანუ რას ნიშნავს ეს? აქაც ორიანი, აქაც ორიანი პენტაკლები. 50-50 ჩემო ძვირფასებო ადამიანის მდგომარეობა, მიუხედავად იმისა, რომ რვიანი თასებით ადამიანი ემოციურად აბსოლუტურად გასულია თქვენიდან, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი ამ წუთას მარტოა, ნახეთ, სწორად მინდა გაიგოთ, ამ წუთას არის მარტო, ტარო რა არის? ტარო არის ენერგია, მაქსიმუმ 3 კვირა, მაქსიმუმ 1 თვე, არავინ არ მოგატყუოთ 6 თვე და 7 თვე. ზღაპარი. ხვალე მე რაღაც შეძე ვიქნები, არავინ არ იცის, ამიტომ ტარო მაქსიმუმი შეგვიძლია გითხრათ 3 კვირა და 1 თვე. ეხლა მარტოა, მაგრამ მე რა იქნება არ ვიცით, მიხვდით? ეხლა ამან არ წამოგაწვინოთ, რომ მოდი აი ეხლა მარტო ყოფილა და ნეტაშე. არა, პირიქით. ემოცია გადის. ემოცია თუ გავიდა და ემოცია აღარ დარჩა, ის იცოდეთ, რომ გრძნობა იქვე კვდება, გრძნობა რაცამსაც ემოცია კვდება. შესაბამისად ეს მინდა რომ გაითვალისწინოთ, ამიტომ სანამ ორიანი თასებით, აქ უკვე რვიანი თასებმა მანიშნა. რვიანი თასებმა პირდაპირ მესიჯი გამოგვიგზავნა, რომ რაღაცა სასწრაფოდ მისახედია ეს სიტუაცია.
მაგრამ ორიანი თასები უბრალოდ პატარა მესიჯია, რაღაცა მინიშნება, რომ აი როგორ ახსნა, რომ რაღაცა იმედის ნაპერწკალი. ამიტომ რადგან კიდე პლუს აქ ორიანი მიზეს ნახეთ, ესე იგი 50-50-ზე ადამიანი რადგან არის, ჯერ კიდე შეიძლება რაღაცა სუშველოთ. ამიტომ არ ვიცი, თქვენი გადასაწყვეტია, გადმობრძანდით, აგერ ვარ WhatsApp-ზე, Viber-ზე, მოიწერეთ, YouTube-ზე ვინც მიყურებთ, TikTok-ზე პირადში მწერთ და მოგწერთ იქ. კარგით, ვნახოთ მოლოდინები ამ ადამიანისგან და გამოვათ თუ არა კონტაქტზე. ხო, ეხლა ნახეთ რა ხდება. მიუხედავად კი ბატონო, ჩამოკიდებულ სიტუაციაში ადამიანი გაჩერდა და ჩამოკიდებული მდგომარეობა მე-12 მაღალი არკანით ეს ნიშნავს რას ნახეთ. რა დროს ჩამოეხსნება ადამიანი აქ კომფორტულად არის. აქ რო გითხრათ რომ ეხლა ადამიანი რამეს თავს ურტყავს კედელს და რამეს ღაპარია, კომფორტულად გრძნობს თავს. მაგრამ რა დროს ჩამოეხსნება არ ვიცით. ეხლა თქვენ თუ ამას ელოდეთ რა დროს ჩამოეხსნება თან კვერთხების მეფეთ მიზის ეხლა არ არის კვერთხების მეფე ვიღაც, ხო? პირდაპირ მორგებულია სექსუალურ ურთიერთობაზე. შესაბამისად ეს დიდი ხანი მარტო არ იქნება, ამიტომ ეს გაითვალისწინეთ და მოლოდინებში 4-იანი თასებით ვერაფერს ვერ დაგპირდებით ჩემო ძვირფასებო და +3 პენტაკლებში კრიზისულ მდგომარეობაში ერთადერთი რა არკანით მოლოდინებში ერთადერთი რაც ცოტა ხალის მატებს ეს არის მზის არკანი რაღაცა უნდა გამონათდეს, ოღონდ მე არ გამოვრიცხავ, აი ჩემი ვიზუალური მხარეც მზე არის ხო ხედავთ, აქეთ მთვარე, აქეთ მზე, რაღაცა ის შევცვალე ძალა მზე და მომწონს. მზის არკანით სიტუაცია რა თქმა უნდა შეიძლება გამონათდეს, ოღონდ რის საფუძველზე თუ ხელს შეუწყობთ სიტუაციას. ანუ კონტაქტზე გამოვა რის საფუძველზე თუ რაღაცა ქმედებას განვახორციელებთ. ესე იგი, ტარო პირდაპირ გვეუბნება, ნახეთ, კონტაქტზე ეს ადამიანი ჯერ არ გამოვა. მინიმუმ ალბათ 3 კვირა, 2 კვირა არ გამოვა და თუ გამოვიდა შეიძლება აი ლაითაც რო გწერენ, ხო იცით რა შვები როგორ ხარ, აი რა შვები როგორ ხარ რომ მოგწერთ. ან აი დღეს კარგი ამინდზე, ხო იცით ის გამოთქმა, ყოველთვის მეშინოდაო რომ ერთ დღესაც ამინდზე ვისაუბრებდით, ესე იგი რა ხდება, როდესაც ამინდზე ვსაუბრობთ, იქ დასრულებულია ურთიერთობა, ხო, იმიტომ რომ იქ აღარ არის ემოცია და აი რაღაცა ზრდილობის და კულტურის გამო რომ ვსაუბრობთ. ამიტომ კონტაქტზე არ გამოვა სანამ რაღაცა ქმედებაში არ განხორციელდებით. შესაბამისად, არ მომდის ამ ადამიანისგან მესიჯი, რომ ეს გამოვა კონტაქტზე, იმიტომ რომ მარტო პლუს ამას ჩამოკიდებული ძალიან კომფორტულად გრძნობს თავს ცოტა ხანი, მაგრამ რადგან 50-50-ზეა, მაინც იმედი მომეცა, რომ რაღაცა საშველი შეიძლება იყოს. შესაბამისად, დანარჩენი უკვე პირადში განვიხილოთ. მთავარი და უმთავრესი პასუხი ჩვენი ვიდეოს რაც არის გამოვა თუ არა კონტაქტზე ადამიანი ჯერჯერობით არ გამოდის კონტაქტზე, ჯერჯერობით მარტო იმყოფება, მაგრამ რა დროს წავა სხვასთან არ ვიცით, იმიტომ რომ კვერთხების მეფეა და ერთადერთი არკანი, მზის არკანით კი რაღაც უნდა გამონათდეს, მაგრამ გამონათდეს თუ ალბათ ჩვენც რამეს ხელს შევუწყობთ. დანარჩენს ფიზიკურად აი რაც შეეძლოთ ტარომ ყველაფერი გითხრა ძალიან ძლიერი დასტა მიყვარს ეს ვინჩის ტარო, ამიტომ რაც სათქმელი იყო ის თქვა, დანარჩენი უკვე კი ბატონო მოგზანდით პირადში, ვისაუბროთ, ნახოთ რა მდგომარეობა და რა შეიძლება მოქმედოთ, რა შეიძლება გავაკეთოთ, იმიტომ რომ ახლა ამას ესე ვერ დაველოდებით. პირად ახლა გუშინ იყო პირადი კონსულტაცია ერთ-ერთი, რომ იქ უნდა დავლოდებოდით 10 დღე და ველოდებით. კი ბატონო, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც მე ვერ გპასუხობთ, იმიტომ რომ საჯაროა, ყველაზე არ რეზონირდება და მე ხო არ ვიცი ვის როგორი ფსიქოტიპი გყავთ ხო პარტნიორი, მე ხო უნდა ვნახო და იმის მიხედვით გითხრათ. შესაბამისად, იმიტომ რომ ყველაზე მთავარი სექსუალური ურთიერთობა იყო. ყველაზე მთავარი რაც მინდა გითხრათ, აქ იყო ურთიერთობაში იყავით, როგორც ჩანს თან კარგახანს. შესაბამისად, დანარჩენი უკვე ფიზიკურად ვერც აი რომ წმინდოდეს მეტის ვერაფერს ვერ გეტყვით, რა ვიცი, დანარჩენი უკვე თქვენი გადასაწყვეტია. როგორც გითხარით YouTube-ზე მწერთ. WhatsApp-ი, Viber-ი, ნომერი დევს YouTube-ზე ვიდეოს ბოლოს, TikTok-ზე მწერთ პირადში და მე გამატებთ, ან გიგზავნით ნომერს და მამატებთ. ეს იყო დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლა ჩემო ძვირფასებო, მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო და აზრიანი გაშლა არის და ვფიქრობ, რომ გაიაზრებთ, რასაც ვიძახი, გნებავთ ორჯერ უყურეთ, გნებავთ 3 ჯერ. ეს არ არის მარტივი და ეს არ არის გველის წელი, რომ შვიდად წყნარად ვიჯდეთ და ველოდოთ, იმიტომ რომ გველს უყვარდა ფიქრი და ნელა ნაბიჯები და ეს და აქ არა, აქ ცხენის წელია. აქ სანამ გაიფიქრებთ, უკვე მომხდარია მდგომარეობა. ჩვენ დროს ვუსწრებთ, ცხენის წელში, ნახეთ, დროს ვუსწრებთ. ვერ გავჩერდებით, მიხვდით, ვერ დაველოდებით რაღაცას კვირაობით და თვეობით, აქ სხვა მდგომარეობაა. ეს მინდოდა მეთქვა დღევანდელი საჯარო გაშლით.
მიყვარხართ, გაფასებთ კიდევ და კიდევ ძალიან დიდი მადლობა თქვენთა გასმოკითხვისთვის და განსაკუთრებით ჩემს ემიგრანტებს. ძალიან მიყვარხართ, გაფასებთ, ეხლა დაგემშვიდობებით დროებით.